დღეს მინდა დავიწყო იმ საშინელებებზე საუბარი, რაც ღაზაში ხდება. ეს არის ის, რასაც ნებისმიერი მზრუნველი ადამიანი უნდა აკეთებდეს. ის საშინელებები, რომელთა შესახებაც გეუბნებიან, რომელთა შესახებაც თქვენი მედია იუწყება და რომლებიც სოციალურ ქსელებშიც ვრცელდება. და ამის გასაკეთებლად რა შეიძლება იყოს უკეთესი, ვიდრე პირდაპირ ცხაროსთან მისვლა. იმ ადამიანებთან, რომლებიც თავად განიცდიან ამ რეალობას. და ეს იქნებიან ღაზის მოსახლეობა, ღაზაში მცხოვრები ადამიანები. მოდით დავაკვირდეთ იმ საშინელებებს, რასაც ღაზაში მცხოვრები ადამიანები ერთმანეთს უზიარებენ. შეხედეთ ტანჯვას. შეხედეთ გაღატაკებას. შეხედეთ საშინელ შიმშილს. შეხედეთ გაჭირვებას. ოხ, რა სიდუხჭირია. და შეხედეთ ნარჩენებს. ეს სურათები მე არ გამომიგონია. ეს სურათები ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ გადაღებული არ არის. ეს სურათები ის სურათებია, რომლებსაც ღაზელები ერთმანეთს უზიარებენ თავიანთ არაბულენოვან არხებზე. ის სურათებია, რომლებიც მათ არ გონიათ, რომ გარე სამყარო ნახავს, ან არც კი აინტერესებთ, ნახავს თუ არა. და მიუხედავად იმისა, რაც აქ ნახეთ, უცხოეთში ნარატივი მაინც გრძელდება. სცენარი არასდროს იცვლება. მედი არ გეუბნებათ, რომ ყოველდღიურად, საშუალოდ 600-მდე ჰუმანიტარული დახმარების სატვირთო მანქანა შედის ღაზის სექტორში. ისრაელში ჩატარებული გამოთვლები აჩვენებს, რომ დაახლოებით 120 სატვირთო მანქანა დღეში საკმარისი იქნებოდა ღაზის მოსახლეობის გამოსაკვებად. და ეს ნიშნავს, რომ ჩვენ საუბრობთ თითქმის 5-ჯერ მეტ რაოდენობაზე, ვიდრე მათ რეალურად სჭირდებათ. შედეგად, სატვირთოების მნიშვნელოვანი ნაწილი შემოაქვს საქონელსა და სხვა პროდუქტებს, რათა ღაზის მოსახლეობას არაფერი აკლდეს. და სინამდვილეში მათ უფრო მეტი საკვები აქვთ, ვიდრე შეუძლიათ მოიხმარონ. ისრაელის წინააღმდეგ ბრალდებები არასდროს ჩერდება იმდენ ხანს, რომ იკითხონ, თუ ეს შიმშიმშილია, რატომაც არ გვანან ისინი იმ ადამიანებს, რომლებიც ადრე ნანახის სისასტიკეების დროს გვინახავს. თუ ეს ალყაა, რატომ გავს, რომ ისინი სავაჭრო ცენტრში არიან? თუ ეს განადგურებაა, რატომ მართავენ ისინი ქორწილებს ისეთ ადგილებში, რომლებიც ღამის ცხოვრების უბანს გავს? და მაშინ, როცა ღაზელები გაჩვენებენ სიმართლეს, დასავლელი woke აქტივისტები მუდმივად გეუბნებიან, როგორი უნდა იყოს ეს სიმართლე, მათი პროპაგანდის მიხედვით. და ამას ნახავთ კომენტარებში აქ, ამ გადაცემაშიც კი. ერთ მხარეს ისლამოფაშისტები არიან, მეორე მხარეს კი უცოდინარი გროიპერები, რომლებიც უგულებელყოფენ იმას, რასაც საკუთარი თვალებით ხედავენ და მის ნაცვლად თავიანთი შეზღუდული გონების წარმოდგენებს ავრცელებენ. ასე რომ კიდევ ერთი ევროპული სიკეთის დემონსტრირების გემია, სიყვარულის ნავისა და სექსუალური ძალადობისა და შევიწროების ფლოტილია, რომელიც ღაზაში შემოდის იმისთვის, რომ რა გააკეთოს ზუსტად, საჭმელი მოიტანოს. კიდევ ერთხელ შეხედეთ იმ საკვებს, რაც იქ ღაზაში აქვთ. კიდევ ერთი აქტივისტების, ინფლუენსერების და თვითგამოცხადებული მხსნელების ნავია, რომელიც ჩამოდის იმ ადამიანების გადასარჩენად, რომლებიც მათი საკუთარი სოციალური მედიის მიხედვით ბევრად უკეთ არიან, ვიდრე აქტივისტების შემოწირულობების მოსაზიდ ვიდეოებში ჩანს. ფლოტილია, რომელსაც თან ახლავს საკუთარი სკანდალები, რადგან არაფერია ისეთი მორალური მისიის მაჩვენებელი, როგორც შიდა ბრალდებები არაკეთილ სინდისიერებასა და ქაოსში, სანამ ისინი ახლო აღმოსავლეთსაც კი მიაღწევენ. ამიტომ კიდევ ერთხელ ვკითხულობ, ზუსტად რისთვის მოდიან ისინი აქ? მედიკამენტების მოსატანად. თუ ეს სიმბოლური ჟესტებია, რომ TikTok-ზე გადაიღონ. მოიზიდონ მეტი მაყურებელი სოციალურ ქსელებში, რომ საკუთარი შემოსავალი გაზარდონ ალბათ. შეიძლება რამდენიმე თხის მოყვანაც, ღაზელი კაცების საყვარელი გასართობისთვის. ვინ იცის? იმიტომ რომ თუ შიმშილი ნამდვილად იქნებოდა აქ პრობლემა, თქვენ მოელოდებოდით ფლოტილიებს იმ ადგილებში, სადაც შიმშილი რეალურია და იმ მოვლენებისთვის, რომლებიც ნამდვილად ხდება. ზუსტად ისე, როგორც ტუტსების გენოციდი 90-იან წლებში, ან იეზიდების გენოციდი ერაყში 10 წლის წინ. სხვათა შორის, არც ერთი სიტყვა პროტესტის არ ისმის იმ ფაქტზე, რომ ღაზაში მოქმედებს აქტიური მონათა ბაზარი იეზიდი გოგონებისთვის, რომლებიც ISIS-მა დაიჭირა და შემდეგ 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყიდებოდნენ და ხელახლა იყიდებოდნენ. და ეს ჯერ კიდევ გრძელდება და ისინი კვლავ სხვეობაში და ძალადობის ქვეშ არიან ღაზაში. მაგრამ რა უხოთ სომალის, კონგოს, სამხრეთ სუდანს, ჩრდილოეთ ნიგერიას. ყველა ეს რამ დღესდღეობით ხდება. ეს ადგილები, სადაც მთელი მოსახლეობა განადგურდა, მაშინ როცა მსოფლიო უბრალოდ გადაახვევს, თითქოს ეს მხოლოდ ჩურჩული იყოს. არც ერთი ფლოტილია იქ არ წასულა. არც ვირუსულად გავრცელებული კამპანიები ჩატარებულა. არც ერთი ცნობილი ადამიანის მხარდაჭერა. არც ერთი ევროპელი ახალგაზრდა არ იდგა რიგში, რომ გადაერჩინა ასობით-ათასობით მომაკვდავი აფრიკელი. ფიქრობ, თუ ეს საკითხი ვერ მოგვარდება პოპ-არტისტების სტუდიაში შეკრებით და სიმღერით, რომ ისინი არიან მსოფლიო, უბრალოდ აგზელებენ ცხოვრებას. იმიტომ რომ ის ტრაგედიები კლიკებს არ ქმნის. ისინი ტრენდში არ ხვდებიან. ისინი არ იძლევა იმ ავადმყოფურ, დეგენერირებულ ემოციურ მღელვარებას, რაც ისრაელის წინააღმდეგ დგომას ახლავს. ამიტომაც აღშფოთება შერჩევითად ვლინდება.
არა იქ, სადაც ტანჯვა ყველაზე დიდია, არამედ იქ, სადაც პოლიტიკა ყველაზე მარტივია. მას კიდევ ერთხელ, რატო? მართლა რატო? ეს აშკარა ჩიმშილი არ არის. თუ არ ხარ ღაზელი ქალი, რომლის ტერორისტი ქმარი მოკლეს და ახლა მისი ყოფილი თანამებრძოლები სექსუალურად გიყენებენ იმისთვის, რომ საჭმელი მიიღო, როგორც მე გასუკვირას ვახსენე. შესაძლოა ეს უბრალოდ საცოდავი დასავლელი ახალგაზრდებია, რომლებიც თავიანთ მოსაწყენ ცხოვრებაში აზრს ეძებენ. ისინი ზღვაში გადიან, რადგან ევროპული დედაქალაქების ქუჩებში სეირნობა დღეს შეიძლება ძალიან საშიში იყოს, განსაკუთრებით ქალებისთვის. ხედავ, რამდენად ადვილია რეალობის დამახინჯება გადაჭარბებული ამბების გავრცელებით. მე საუკეთესო თვითგამოცხადებული აქტივისტებისგან ვისწავლე, მაგრამ გადავუხვიე თემას. ეს კი ნამდვილად ვიცით. ეს არ არის მსხვერპლად მიჩნეულთა მიმართ ზრუნვა. საქმე ბევრად უფრო ბოროტ რამეშია. ის რაც მრავალი წლის განმავლობაში ევროპელების საყვარელი გართობა იყო, ებრაელების შევიწროება და დევნა, უკვე სამი თაობაა მათთვის მიუცდომელია. და ეხლა ეს მოდა დიდი ხმაურით ბრუნდება. განსაკუთრებით ეხლა, როცა მათ შეუძლიათ ეს ებრაელთა მიმართ სიძულვილი და შეურაცხყოფა სხვანაირად შეფუთონ, თითქოს მხოლოდ სიონისტებს უპირისპირდებიან, ან გვიწოდებენ ზიოს და ამით ინარჩუნებენ თავიანთ მორალურ აღშფოთებას. ისინი გენოციდზე ხვირიან. მაგრამ მათ იციან, რომ ეს სისულელია. იმიტომ რომ თუ საქმე გენოციდს ეხებოდა, რეგიონის რუკა სრულიად სხვანაირი იქნებოდა. ამის შემდეგ, რაც ნახეს რა გააკეთა ამ პატარა ქვეყანამ ისრაელმა, ჩვენმა 7 მილიონმა არაბებთან, რომლებიც 10-ჯერ მეტნი არიან ლიბანში, სირიაში, ერაყში, იემენსა და ირანში, მას შემდეგ, რაც ნახეს ყველაფერი, რაც მათ გაუკეთეთ, ის ფაქტი, რომ ისრაელმა ღაზას მეტი ზიანი არ მიაყენა, ჩვენი თავშეკავების დასტურია. ჩვენს მტრებს ღაზაში 20 წელზე მეტი ჰქონდა თავიანთი თავდასხმის მოსამზადებლად. მათ არასოდეს დაუმალავთ ისრაელის განადგურების განზრახვა. და ისინი ამას დღესაც იმეორებენ. და ეს მოიცავს მათ შეძახილებსაც, დინარიდან ზღვამდე. ჩვენ შეგვეძლო ბევრად მეტი გაგვეკეთებინა, ბევრად მეტი გაგვენადგურებინა და უფრო დიდი კოლონიზატორები ყოფილიყავით, ვიდრე ვაშინგტონ DC-ის ზომის ტერიტორიის აღება. დიახ, სამწუხაროა, რომ ამდენი ადამიანი დაიღუპა. მაგრამ მათ იცოდნენ, თანამშრომლობდნენ და ზეიმობდნენ ისრაელზე თავდასხმას. ომი ტრაგიკულია, მაგრამ კონტექსტს მნიშვნელობა აქვს. და სისტემა, რომელიც მათ ააშენეს ღაზის ქვეშ, ვეჟგვირაბები, იარაღი, 10 წლეულების განმავლობაში მომზადება, ეს ყველაფერი ერთი მიზნისთვის იყო შექმნილი, რომ კვლავ და კვლავ დაესხნენ თავს ისრაელს, ღიად და სიამაყით, და შესაძლოა ჩვენი განადგურებაც გამოეწვიათ. ჩვენი პასუხისგებლობა, როგორც ნებისმიერი ქვეყნისა, პირველ რიგშია ჩვენი მოქალაქეების დაცვა. ჩვენ ვალდებულები ვართ დავიცვათ ჩვენი ხალხი. ისინი შეგნებულად და განზრახ აყენებენ საკუთარ მშვიდობიან მოსახლეობას ცეცხლის ხაზში. მიცი, რამდენი ადამიანი აღშფოთებულია ღაზაში განადგურების გამო, და ეს ნამდვილად სირცხვილია. სირცხვილია, რომ ამდენი წლის განმავლობაში ამაზე ხმა არ ამოგიღიათ და დუმდით. თქვენ გმირულად აღწერდით ღაზელების მხრიდან ტერორს, როგორც წინააღმდეგობას. კარგი, ღმერთმა დალოცოს შენი მამაცი უილიამ უოლეს ჰარტი. ჰამასმა ააშენა ინფრასტრუქტურა. ჩვენს ბავშვებს დაემუქრა და სხვა გზა არ დაგვიტოვა, გარდა იმისა, რომ ეს საფრთხე გაგვენადგურებინა. იგივე ხდება ახლა ლიბანშიც. ისინი ახლა ლიბანში აკეთებენ ამას. ბოროტად იყენებენ ყველაფერს, რასაც დასავლური ღირებულებები იცავს. სკოლებს, სამედიცინო დაწესებულებებსა და ტრანსპორტს, მედიის წარმომადგენლებს. სწორედ ეს ქმედება, რაც თავისთავად ომის დანაშაულია კანონით, არის ის, რასაც ისინი ხშირად გვიქნევენ. თქვენ უყურებთ ჰეზბოლას გვირაბს, რომელიც 25 მეტრის სიღრმეზეა მიწის ქვეშ, სამოქალაქო ტანსაცმლის მაღაზიის ქვეშ, სამხრეთ ლიბანში. ეს ჰეზბოლას სარდლობის ბუნკერია. ჰეზბოლამ ის გამოიყენა ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ თავდასხმების სამართავად. აი, რატო ანადგურებს ისრაელი ჰეზბოლას საომარ მანქანას საზღვართან, რათა დაიცვას ბრეიდებისგან და კიდევ ერთი ოქტომბრის 7-ის მსგავსი თავდასხმისგან ჩრდილოეთიდან. ისრაელს სურს მშვიდობა ლიბანთან, მაგრამ ცეცხლის შეწყვეტა ვერ იქნება ჰეზბოლასთვის იარაღის აღდგენის საფარი. და შედეგად დიდი ზიანია, მაგრამ ეს მათი ბრალია. ჩვენ ვერ ვიქნებით უფრო პასუხისგებლიანი მათი მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ, ვიდრე ისინი თავად არიან. სიმართლე ისაა, რომ არც ერთი იმ თვითმართმადიდებელი იდიოტი ნამდვილად არ ზრუნავს. მაგრამ თუ შეგიძლია ებრაელებს დაესხა და გააკრიტიკო, მაშინ ეს პოპულარობას და შემოსავალს ნიშნავს. ეს ფულს მოგიტანთ. შენ აკონტროლებ მედიის ციკლს და სიახლეების ნაკადს. შენ გავლენას ახდენ სოფლიოზე. იცადე. მედიის კონტროლი. სოფლიოზე გავლენა. ფულის შოვნა? სადგსმენია ეს ადრე. განა ეს არ არის ის, რაშიც ებრაელებს ადანაშაულებთ. ჩვენ ყველას, მთელ მსოფლიოში მცხოვრებთ 15 მილიონს.
ზუსტად ეს არის ის, რაშიც ყველა თქვენგანი არაებრაელი ჩვენ გვადანაშაულებთ და ცხვირს გვიბრუნებთ. და ისევ კითხა. ზუსტად დღისთვის მოდიან ისინი აქ, როცა აშკარად ხედავენ, რომ ნარატივსა და იმ რეალობას, რასაც არაბები გაჩვენებენ, შორის დიდი სხვაობა. შერი ოზი ისრაელი მკვლევარი და მწერალია, რომელიც სერიოზულ და მეთოდურ მუშაობას ეწევა იმ ბრალდებებზე, რომლებიც გაზას ეხება. ის ადარებს ღაზასთან დაკავშირებულ ბრალდებას საერთაშორისო დონეზე აღიარებულ გენოციდებს თავის სტატიაში, რომელსაც ქვია გაზას გენოციდის ბრალდება. რა ხდება, როცა მას რუანდას, სომხეთს და ჰოლოკოსტს ადარებ? და ის აკეთებს იმას, რაზეც ყველა, ვინც აღშფოთებას თამაშობს, უარს ამბობს. შეხედეთ რეალობას, რა ხდება სინამდვილეში და არა განცხადებებს. ის აფასებს ფაქტებს და არა პროპაგანდას. მის სტატიაში ის რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს აკენებს. შერი ადასტურებს აშკარას. დიახ, ომი ღაზაში დამანგრეველი იყო. დიახ, მშვიდობიანმა მოსახლეობამ იტანჯა. დიახ, ტრავმა რეალურია. მაგრამ ის ხას უსვამს, რომ სიტყვა გენოციდს აქვს იურიდიული მნიშვნელობა და არა სოციალური მედიის. და იმისათვის, რომ ეს ტერმინი გამოიყენონ, საჭიროა მტკიცებულება განზრახვის შესახებ, რომ განადგურდეს ეროვნული, ეთნიკური, რასობრივი ან რელიგიური ჯგუფი. არა უბრალოდ განადგურება ან გადაადგილება და არა ტრაგედიის მასშტაბით გამოწვეული აღშფოთება, არამედ განზრახვა. და ეს არის ყველაზე რთული დასამტკიცებელი. შერი შემდეგ ძალიან მარტივ რამეს აკეთებს. ის ღაზას სხვა მოვლენების მონაცემებს ადარებს. რუანდაში ტუტსების მოსახლეობის 70% 100 დღეში გაანადგურეს. ჰოლოკოსტის დროს ევროპელი ებრაელების 2/3 გაანადგურეს. სომხეთში მილიონზე მეტი ადამიანი მოკლეს. ნამიბიაში მთელი ტომები თითქმის მთლიანად გაანადგურეს. იეზიდების გენოციდიც კი, რომელსაც შედარებით ნაკლები პროპორციული სიკვდილიანობა ჰქონდა, მოიცავდა სისტემურ მკვლელობას, მასობრივ გაუპატიურებას, იძულებით მოქცევას და ჯგუფის განადგურების აშკარა განზრახვას. ღაზაში არსებული რიცხვები უბრალოდ არ გავს ამ მაგალითებს. ისინი არც მასშტაბით, არც პროპორციით და არც დემოგრაფიულ გავლენით ახლოსაც არ არის. შერი ასევე დროით ასპექტსაც განიხილავს. ნამდვილი გენოციდები, ან მაშინვე აღიარებენ როგორც რუანდასა და იეზიდების შემთხვევაში, ან ათწლეულების გამოძიების შემდეგ როგორც ჰოლოკოსტისა და სომხეთის შემთხვევაში. ღაზა, როგორც ის აღნიშნავს, ჯერ კიდევ სადავო მტკიცებულებების, სადავო რიცხვებისა და მიმდინარე სამართლებრივი პროცესების შუაგულშია. ჰაგის საერთაშორისო სასამართლოს საქმე ჯერ კიდევ მიმდინარეობს. საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ კიდევ წლების შემდეგ იქნება მიღებული. შემდეგ ის გადადის გაეროს გენოციდის 5 კრიტერიუმზე. მკვლელობა, სერიოზული ზიანი, დამანგრეველი პირობები, დაბადების აღკვეთა და ბავშვების გადაყვანა. აღიარებულ გენოციდებში რამდენიმე კრიტერიუმი სრულდება განზრახვის მკაფიო მტკიცებულებით. ის აჩვენებს, რომ ღაზაში მკვლელობები და ზიანი მოხდა ურბანული ომის კონტექსტში. სხვა კრიტერიუმები სადავოა ან ეჭქვეშ დგას და მტკიცებულებები შეიძლება რამდენიმე გზით იყოს განმარტებული. და ის ერთ მნიშვნელოვან იურიდიულ საკითხს აღნიშნავს. თუ იგივე მტკიცებულება შეიძლება რამდენიმე ინტერპრეტაციას უჭერდეს მხარს, ჰაგის საერთაშორისო სასამართლო გენოციდის განზრახვას არ ასკვნის. ეს არის იურიდიული პრეცედენტი, არა მისი აზრი, და ეს არ არის პოლიტიკური განცხადება. შერი ასრულებს მარტივი დასკვნით. ბრალდება სერიოზულია. შესაბამისად, ის საჭიროებს სერიოზულ გამოკვლევას. ჰეშტეგები, სლოგანები, ქუჩის პროტესტები, ესენი სამართლებრივი განხილვის შემცვლელები არ არის. სწორედ ამიტომ არსებობს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო და სწორედ ამიტომ არის ეს შედარებები მნიშვნელოვანი. თუ ხალხი სერიოზულად მიუდგებოდა ამ საკითხს, ისინი არ გამოიყენებდნენ საერთაშორისო სამართალს შერჩევითად, არ შექმნიდნენ ბრალდებებს საკუთარი დრის წესრიგის მიხედვით და არ მანიპულირებდნენ გარემოებებით. ისინი სერიოზულად მიუდგებოდნენ ამ საკითხს, როგორც შერი მოიქცა. როდესაც უყურებ, როგორ გამოიყენება დღეს საერთაშორისო სამართალი, ვერ უგულებელყოფ შერჩევით აღშფოთებას. იმას, როგორ იწელება, მცირდება ან იარაღად იქცევა სამართლებრივი ტერმინები იმის მიხედვით, ვინ არის ჩართული. როდესაც საქმე ისრაელს ეხება, ყველაფერი დღის წესრიგებსა და გარემოებების მანიპულირებაზეა, რათა წინასწარ განსაზღვრულ ნარატივს მოერგოს. და როცა გაინტერესებთ, რატომ არის ეს წინასწარ განსაზღვრული ნარატივი, ძალიან მარტივად, ჩვენზე თავდასხმა მოხდა 7 ოქტომბერს და 8 ოქტომბერს. ისრაელის პასუხამდე კიდევაც კი ისინი უკვე აშატეშოსა და ევროპის დედაქალაქების ქუჩებში მართავდნენ დემონსტრაციებს და მაშინვე გვადანაშაულებდნენ გენოციდში. და უნდა იკითხოთ, სად იყვნენ ეს ყველა ხმა, ეს მთავრობები, ეს ინსტიტუტები, ეს აქტივისტები, როცა სირიის სამოქალაქო ომში 9 მილიონზე მეტი სირიელი მოკლეს. სად იყვნენ ისინი, როცა შეფასებებით იმ სხვებთაგან თითქმის 100,000 არაბი ლტოლვილი იყო, რომლებიც სირიაში ცხოვრობდნენ.
არ ყოფილა საგანგებო სესიები, არც გლობალური მსვლელობები, არც ფლოტილიები, არც გენოციდის ბრალდებები, არც საერთაშორისო კამპანიები, რომლებიც ანგარიშვალდებულებას მოითხოვდნენ. ისევე როგორც სხვაგან, მასობრივი სისასტიკის მიმართ თვალს ხუჭავენ, იგივე ადამიანები მოულოდნელად მორალურ აღშფოთებას ავლენენ, როცა საქმე ისრაელის სახელმწიფოს ეხება, რადგან აქ პოლიტიკაა, რაც ჯილდოვდება. ამიტომ პრობლემა, რასთანაც გვაქვს საქმე, არის არათანმიმდევრული მორალური სტანდარტები შერჩევით მორალურ თეატრთან ერთად. და ეხლა ფარისელური ნიღაბი სრულიად ჩამოიხსნა. დღეს ისინი ღიად ყვირიან თავიანთ ნამდვილ განზრახვაზე. ისინი ისრაელის განადგურებას მოითხოვენ. არა სამართლიანობა, არა ადამიანის უფლებები, არა მშვიდობა. განადგურება. მდინარიდან ზღვამდე გაანადგურეთ სიონისტური ერთეული. და ისინი თავისუფლად ამბობენ ამას, რადგან გლობალური დისკუსია მოწამლულია. იმიტომ რომ რაც ხდება ღაზაში, ამახინჯებენ, რთულ ომს, გენოციდის ცრუ ბრალდებად წარმოაჩენენ. მათ შექმნეს მორალური სამყარო, სადაც ისრაელი ყოველთვის ბოროტმოქმედად არის წარმოდგენილი, მიუხედავად იმისა, რაც აჩვენებს ფაქტები. საოცარია, როგორ გამოხატავენ იმავე ევროპული ქვეყნების ლიდერები, რომლებიც ახლა შოკს გამოხატავენ, ხელოვნურად და შერჩევითად შოკს, იმ ზომებზე, რაც ისრაელმა მიიღო ჩვენზე განადგურებისკენ მიმართული თავდასხმის შესაჩერებლად. ესენი არიან იმავე ქვეყნების ლიდერები, რომლებიც 10 წლეულების განმავლობაში გვიქადაგებდნენ. მათ გითხრეს, რომ უნდა გვეღიარებინა პალესტინის განმათავისუფლებელი ორგანიზაცია, რადგან ეს მშვიდობას მოიტანს. ჩვენ ასე მოვიქეცით. მათ დაარწმუნეს ჩვენი ლიდერები და ხალხი ისრაელში, რომ ასე იქნებოდა. მათ გითხრეს, ტერიტორია დატოვეთ, ეს მშვიდობას მოიტანს. ესეც გავაკეთეთ. და რა მოხდა? ის დათმობები გამოიყენეს სწორედ იმ ადამიანებმა, რომლებზეც გითხრეს, რომ მიიღებდნენ ჩვენს მიერ შეთავაზებულ მშვიდობას. და მშვიდობიანი განზრახვა. პირველად იყო ტერორისტ ალვები, შემდეგ თვითმკვლელი აფეთქებები, შემდეგ კი რაკეტები. და ყოველ ჯერზე ისინი ამართლებდნენ არაბებს, რატომ გააკეთეს ეს და რატომ უნდა გამოვიჩინოთ თავშეკავება. და შემდეგ უფრო დიდი გეგმა, რომელიც ჰამასმა დააჩქარა, როდესაც თავდასხმა დაგეგმილზე ადრე დაიწყო, ეს ყველაფერი საიდუმლო არ ყოფილა. ეს წლების განმავლობაში აშკარა იყო. მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ისევე როგორც თავდასხმები ისრაელზე, კამპანია კამპანიის შემდეგ. და ყოველ ჯერზე იმის ნაცვლად, რომ ამ ძალადობის ჩამდენი ჯგუფებისგან პასუხისგება მოგვეთხოვა, იმის ნაცვლად, რომ შედეგები დაგვეყენებინა, ჩვენ ისრაელს გვეუბნებოდნენ, რომ თავშეკავება გვეჩვენებინა. გვეუბნებოდნენ, რომ მეტი დათმობა გაგვეკეთებინა. გვეუბნებოდნენ, რომ თუ კიდევ ცოტას დავთმობდით, მშვიდობა ჯადოსნურად მოვიდოდა. და ეხლა იგივე მთავრობები უთმობენ და ზოგ შემთხვევაში კიდევ უფრო ამხნევებენ იმ ბრბოებს, რომლებიც საკუთარ ქუჩებში ისრაელის წინააღმდეგ სკანდირებენ. ბრბოები, რომლებიც კომპრომისს არ ითხოვენ, ბრბოები, რომლებიც თანაცხოვრებას არ ითხოვენ, ბრბოები, რომლებიც ისრაელის გაქრობას ითხოვენ. ყოველ ჯერზე, როცა შეთანხმების მიღწევას ვცდილობდით, ყოველ ჯერზე, როცა ხელს უწვდიდით, პასუხი ერთი და იგივე იყო. ძალადობა, უარყოფა და ჟინება, რომ კომპრომისის ტვირთი მხოლოდ ისრაელის სახელმწიფოზე მოდის, იცით რა დგას ამ ყველაფრის უკან? თვითსიძულვილის პროექცია. ევროპამ თაობები გაატარა საკუთარი რელიგიისგან, იმ კულტურული საფუძვლებისგან, რომლებიც ოდესღაც აერთიანებდა მას და საკუთარი ეროვნული იდენტობის შეგრძნებისგან დაშორებით. ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ მათი მტრული დამოკიდებულება ჩვენს მიმართ ასე ადვილად ამოდის ზედაპირზე და ვრცელდება. ჩვენ ებრაელები ყოველთვის ვიყავით და ეხლა უფრო მეტად ვიდრე ოდესმე ვართ ყველაფერი ის, რაც ევროპამ აღარ იცის როგორ იყოს. ჩვენ ისრაელში ვართ ხალხი, რომელიც ფესვ გადგმულია ჩვენს რწმენაში, ხალხი, რომელიც ფესვ გადგმულია ისტორიაში, ხალხი, რომელიც ფესვ გადგმულია ეროვნულობაში, ხალხი, რომელიც ჯერ კიდევ სჯერა რაღაც უფრო დიდის, ვიდრე თვითონ არიან. ისინი, ევროპის ხალხი, იბრძვიან იმის გასაგებად, ვინ არიან. მათ წყინთ ის, რაც მიატოვეს. და როცა ცდილობენ გაამართლონ სიცარიელე, რომელმაც მათი სული მოიცვა, ჩვენ გვიყურებენ. ჩვენ აქ ისრაელში უბრალოდ ვცხოვრობთ ჩვენი იდენტობით, ისტორიით, რწმენით და თვით არსებობით დარწმუნებულები. და ეს მათ ახსენებს, რომ ის, რაც დაკარგეს, ჯერ კიდევ შესაძლებელია. ის მნიშვნელობა ჯერ კიდევ შესაძლებელია, ის ფესვიანობა ჯერ კიდევ შესაძლებელია, ერს ჯერ კიდევ შეუძლია თავის თავში რწმენა ჰქონდეს. წლების განმავლობაში გვდევნიდნენ და ჩვენზე ბრალსდებდნენ ამის გამო, მაგრამ ჩვენ, ებრაელები, არა მხოლოდ მტკიცედ დავჭით და ვამაყობთ იმით, ვინც ყოველთვის ვიყავით და ვართ, არამედ მათ დაკარგეს ხედვა და კავშირი იმასთან, ვინც იყვნენ და ახლა უბედურები არიან. და ეს არის ის, რასაც ისინი ვერც გვაპატიებენ და არც გვაპატიებენ. დასავლეთში ეს იდენტობის კრიზისი უბრალოდ ჩუმად არ იმალება ზედაპირ ქვეშ.
ის თავს ავლენს აგრესიულად და ხშირად არალოგიკურადაც. ვალკ მემარცხენეები უცხოებად იქცნენ საკუთარი ქვეყნისთვის, საკუთარი მემკვიდრეობისთვის, საკუთარი კულტურული საფუძვლებისთვის. და ამ დისკომფორტის გულწრფელად დაძლევის ნაცვლად ისინი მას გარეთ მიმართავენ. საკუთარი თავით ღრმა უკმაყოფილება, რომელიც მოსახერხებელ გარე სამიზნეებზე გადადის. ამიტომაც ეჭიდებიან გამოგონილ მიზანს, რომელიც არ მოითხოვს რეალურ მსხვერპლს, რეალურ გაგებას ან პასუხისგებლობას. მიზანს, რომელიც აძლევს საშუალებას თავი მართლებად იგრძნონ, მაშინ როცა თავს არიდებენ საკუთარი საზოგადოების პრობლემების გამოსწორების რთულ საქმეს. და ისრაელი ხდება იდეალური სამიზნე არა იმის გამო, რასაც ისრაელი აკეთებს, არამედ იმის გამო, რასაც ისინი საკუთარ თავში ვერ უყურებენ. და ამით ძველმა სიძულვილმა ახალი სიცოცხლე შეიძინა. რადგან ის, რასაც ახლა ვხედავთ, არის უცნაური, დაძაბული სიმბიოზი თანამედროვე woke მემარცხენეობის ნაწილებსა და ტრადიციული რელიგიური მემარჯვენეობის ელემენტებს შორის ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ. ორი ჯგუფი, რომლებიც თითქმის ყველაფერზე არ თანხმდებიან, მოულოდნელად პოულობენ საერთო ენას, როცა საქმე ისრაელს ეხება. სხვადასხვა мотиваცია, სხვადასხვა მსოფლმხედველობა, მაგრამ ერთი და იგივე ემოციური შედეგი. სამიზნე, რომის გაკიცხვაც, დადანაშაულება და წინააღმდეგ გაერთიანება უსაფრთხოდ გეჩვენებათ. ეს თანხმდება მხოლოდ ფაქტების გამო არ ხდება. ეს ხდება იმიტომ, რომ ისრაელი ეფექტურად იქნა წარმოჩენილი როგორც კოლექტიური ებრაელი, რაც სახელმწიფოს გამოყოფს და უნივერსალური დაგმობის ობიექტად აქცევს. უბრალოდ თავისი არსებობით, გადარჩენით, იდენტობის, ისტორიისა და უწყვეტობის შენარჩუნებით, ის აჩვენებს რაღაცას, რასთანაც ორივე მხარეს უჭირს განკლავება. ერთი მხარისთვის ეს არის დაკარგული კულტურული ცენტრის გამო წარმოშობილი დისკომფორტი. მეორე მხარისთვის ეს არის დისკომფორტი იმ ცვლილებადი სამყაროს გამო, რომელსაც ვერ აკონტროლებენ. და ორივესთვის, როგორც woke მემარცხენეებს, ისე უკიდურეს მემარჯვენეებს, ეს ხდება ეკრანი, რომელზეც ისინი საკუთარ შფოთვებს პროეცირებენ. მოდით ეს ყველაფერი გავითვალისწინოთ და ახლა გადავხედოთ ამ კვირის რამდენიმე მოვლენას. დავიწყეთ ირანით, რა თქმა უნდა. იქ სიტუაცია ხუთშაბათის მდგომარეობით კვლავ რჩება პოტენციურ შეთანხმებასა და სრულმასშტაბიან ომს შორის. შეთანხმება, რომელიც შეიძლება იყოს ცუდი ისრაელისთვის, ხას უსვამ, შეიძლება. რადგან როგორც წინა გადაცემებში ვთქვი, ზუსტად არ ვიცით რა ხდება. რაც სხვათა შორის კარგია, რადგან რაც ნაკლებია გამჟღავნებული, მტერს მით უფრო მეტი უწევს თავისი ნაბიჯების გათვლა. მაგრამ შეთანხმება შეიძლება არ ემსახურებოდეს ისრაელის ინტერესებს, როგორც ამას აჩვენებს ის ფაქტი, რომ ამერიკელებმა უკვე უარი თქვეს ირანის სარაკეტო პროგრამის დაშლის მოთხოვნაზე. სრულმასშტაბიანმა ომმა შეიძლება ზიანი მიაყენოს გლობალურ ეკონომიკას. ასე რომ, რასაც ჩვენ ხედავთ, არის ირანის ხანგრძლივი ალყა და ეს ყალიბდება როგორც ორიგინალური შუალედური გზა ირანის სახელმწიფოს დასასუსტებლად. ეს გავს იმას, რაც ეხლა ხდება ღაზაში, რომელიც ასევე იმყოფება ესეთ შუალედურ ზონაში, სადაც ჰამასი არსებობს, მაგრამ ისრაელის პერსპექტივიდან თითქმის როგორც არ არსებული. თუმცა მაინც იქ არის, მაგრამ ბევრად ნაკლებად საშიშია ვიდრე ადრე. და ამ ყველაფერს ლიბანური კუთხეც აქვს. ეს შუალედური მდგომარეობა არის თითქოს და ცეცხლის შეწყვეტა, რომელსაც ჰეზბოლა მუდმივად არღვევს, რაც საშუალებას აძლევს შეერთებულ შტატებს შეინარჩუნოს ზეწოლა ირანზე თავთავანის ფარგლებში. და სწორედ ამ მიზეზით ისრაელი თანამშრომლობს ამჟამინდელ ვითომ სამშვიდობო ინიციატივასთან, რომელსაც მიუხედავად მათი სიმბოლური ხასიათისა, მაინც აქვს გარკვეული მნიშვნელობა, თუნდაც იმიტომ, რომ ისინი ზეწოლას ასახდენენ ჰეზბოლაზე. მაგრამ ამ ეტაპზე ხუთშაბათს ჩაწერის დროს სიტუაცია ასეთია. ყველაფერი შეიძლება ერთღამეში, ან თუნდაც შაბათ-კვირას შეიცვალოს. რაც შეეხება ღაზას, სამშაბათი იყო 200 დღე მას შემდეგ, რაც მიმდინარე ცეცხლის შეწყვეტა ისრაელსა და ჰამას შორის ძალაში შევიდა 2025 წლის 10 ოქტომბერს. ამ მთელი პერიოდის განმავლობაში ისრაელი ძირითადად ერთპიროვნულად ასრულებდა შეთანხმებას, რაც ნიშნავს, რომ უზარმაზარი რაოდენობის ჰუმანიტარული დახმარება შედის ღაზის სექტორში, მაგრამ იარაღი იქიდან არ გადის. ჰამასი შეთანხმების მიუხედავად უარს ამბობს მათ გადაცემაზე. როგორც უკვე აღნიშნე, ყოველდღიურად საშუალოდ 600-მდე ჰუმანიტარული დახმარების სათრითო მანქანა შედის ღაზაში. ეს თითქმის 5-ჯერ მეტია, ვიდრე მათ რეალურად სჭირდებათ. საკვები და ეს საქონელი ჰამას ფულს მოუდანს, რადგან ისინი მას იქაურ მოსახლეობას ყიდიან. ეს კი მათ მართლობას ამყარებს ღაზის სექტორში. ასევე ეს საშუალებას აძლევს მათ მოემზადონ ბრძოლების განახლებისთვის ისე, რომ შეძლონ თვეების განმავლობაში ალყის გაძლება ყოველგვარი დეფიციტის გარეშე. ეს იმიტომ, რომ ჩვენი ყურადღება კვლავ ირანზეა კონცენტრირებული. ეს შეიცვლება იმ წამსვე, როგორც კი ირანის საკითხი მოგვარდება. ეს უნდა გაითვალისწინონ გაზას მცხოვრებლებმა. ეხლა კი დაუბრუნდეთ ფლოტილიას, რომელიც ადრე ვახსენე. ისრაელის ძალებმა ხუთშაბათ დილით აიღეს კონტროლი გემებზე და ფლოტილიაზე, რომელიც გაზასკენ მიემართებოდა.
ისრაელის თავდაცვის ძალების პრესპიკერის განყოფილებამ განაცხადა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები ახორციელებენ საზღვაო ბლოკადის აღსრულებას გაზას სექტორზე ისრაელის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მითითებების შესაბამისად. დავამატებ, რომ ეს ასევე შეესაბამება საერთაშორისო სამართალს. ქვეყანას უფლება აქვს გამოაცხადოს საზღვაო ბლოკადა ომის შემთხვევაში. გემის დაკავების დროს ფლოტილიის მონაწილეები արձელებდნენ ვიდეოებს, რომლებშიც ისრაელის საზღვაო სპეცრაზმის წევრები მოუწოდებდნენ მათ შეცვალონ კურსი და აცხადებდნენ, რომ გაზაში შესვლა არ ღვევს საერთაშორისო სამართალს. და თუ მათ სურთ დახმარების გაგზავნა გაზაში, ეს უნდა გააკეთონ მიღებული არხებით, ისრაელის აშდოდის პორტის გავლით. ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ვიდეო გემზე ასვლის ოპერაციიდან, სადაც ნაჩვენებია ზოგიერთი საქონელი, რომელიც ფლოტილიის აქტივისტებს თან ჰქონდათ მოტანილი. გემზე აღმოჩენილ ნივთებსა და ატრიბუტიკას შორის იყო ნარკოტიკები, კონტრაცეპტივები და სხვა პროფილაქტიკური საშუალებები. მართლა სიყვარულის ნავი ყოფილა. ჰამასმა რა თქმა უნდა საჩივარი შეიტანა და უკმაყოფილება გამოხატა ისრაელის მიერ ფლოტილიის დაკავების გამო. საინტერესოა, რას ელოდნენ ისინი. მანამდე 4 შაბათს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა სანქციები დააწესა ჰამასის მიერ ორგანიზებულ ფლოტილიის დაფინანსების კამპანიაზე, რომელიც სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად ტარდებოდა. თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ გემების შესაძენად თანხის შეგროვების საფარის უკან ორგანიზატორები არალეგალური მეთოდებით და გამჭვირვალობის გარეშე მოქმედებდნენ. ბოლო დროს კამპანიაში ჩართული აქტივისტები და მაღალი თანამდებობის პირები ტუნისში და სხვა ქვეყნებში დააკავეს ან დააპატიმრეს ეჭვის საფუძველზე, რომ ისინი ფულის გათეთრებისა და კორუფციის ქსელს მართავდნენ. ვაუ, გაგვიკვირდა. სანქციები წარმოადგენს უფრო ფართო ეკონომიკური კამპანიის ნაწილს, რომელსაც ისრაელის უსაფრთხოების სტრუქტურა ASHS-თან თანამშრომლობით ატარებს ჰამასის ტერორისტული ორგანიზაციისა და ღაზის სექტორში უსაფრთხოების სტაბილურობის შერქების მცდელობების წინააღმდეგ. ფლოტილია ფაქტობრივად არ ღვევს გაეროს რეზოლუცია 2803-ის, რომელიც განსაზღვრავს, რომ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარება მხოლოდ აღიარებული ოფიციალური და დამტკიცებული არხებით უნდა შევიდეს. იქიდან გადავიდეთ ლიბანში. ისრაელის თავდაცვის ძალებმა ამ კვირაში გაავრცელეს კადრები, რომლებიც აჩვენებს, როგორ იყენებს ჰეზბოლა სისტემატურად სასწრაფო დახმარების მანქანებსა და სამედიცინო აღჭურვილობას სამხრეთ ლიბანში ტერორისტული საქმიანობის დასაფარად. ტერორისტული ორგანიზაცია იყენებს სამედიცინო მანქანებისთვის მინიჭებულ იმუნიტეტს ტერორისტებისა და ტერორისტული იარაღის გადასახვანად. რამდენიმე დოკუმენტირებულ შემთხვევაში ტერორისტები სასწრაფო დახმარების მანქანებში სხეულის ტომრებში დამალულები აღკავდათ. ორგანიზაციამ გააძლიერა სასწრაფო დახმარების მანქანების გამოყენება ტერორისტების სხვადასხვა ადგილას გადაადგილებისთვის, მათი ვინაობის დასამალად. დამატებითი ვიდეო მასალა აჩვენებს ტერორისტებს, რომლებიც ისრაელის თავდაცვის ძალების დარტყმებს გადაურჩნენ გარბიან და იმალებიან ტერიტორიაზე, სანამ სასწრაფო დახმარების მანქანა არ მივა. შემდეგ კი ურნებლად აღყავთ, სხეულის ტომრებში საკაცეებზე აწვენენ და მანქანაში ათავსებენ. ეს ზუსტად იგივე სისტემაა, როგორც ღაზაში. და რაზეც ახალი ამბები გაამახვილებენ ყურადღებას, რა თქმა უნდა, იქნება ისრაელის მხრიდან სასწრაფო დახმარების მანქანაზე თავდასხმა და არა ის, რაც კულისებს მიღმახდება. და როგორც ღაზაში აშკარაა, რომ ჰეზბოლამ მთელი ფრონტის ხაზი გადააქცია სამხედრო ინფრასტრუქტურის მჭიდრო ქსელად, რომელიც ჩაშენებულია სამოქალაქო სივრცეში. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდონ სარმა წარადგინა ახალი დოკუმენტაცია, სადაც ნაჩვენებია იარაღი, რომელიც ისრაელის თავდაცვის ძალებმა აღმოაჩინეს სამხრეთ ლიბანში. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ამ საფრთხეს ლიბანის მთავრობის მხრიდან არც კი მოჰყოლია რაიმე არსებითი პასუხი, რომელთანაც შეგახსენებთ, მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით. საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნანი, რომ ლიბანის მიერ გადადგმული მცირედი ნაბიჯებიც კი მხოლოდ ღია ტერიტორიებს ეხება და შედეგიც ის არის, რაც ისრაელის თავდაცვის ძალებმა აღმოაჩინეს. იარაღი დამალულია სამოქალაქო ზონებში, მათ შორის სკოლაში და სხვა სენსიტიურ ობიექტებში, ისრაელის საზღვრიდან სულ რამდენიმე კილომეტრში. ისრაელმა ამ კვირაში გააგრძელა ძალისხმევა, რათა ჩვენი საზღვრიდან ჰეზბოლას საფრთხე მოეშორებინა და ჰეზბოლას გალილეაში შეჭრის გეგმის ნაწილი, გვირაბები, უკვე გამოვლენილია. იგი მოიცავდა საძინებელ ოთახებს, წყლის ავზებს, ანტიტანკო რაკეტებსა და გამშვებ მოწყობილობებს უსაფრთხო ქალაქებში. მასშტაბური ოპერაციის ფარგლებში, რომელიც ტერორისტების ლიკვიდაციასაც მოიცავდა, ისრაელის თავდაცვის ძალებმა აღმოაჩინეს 2 გვირაბი, რომელთა საერთო სიგრძე 2 კილომეტრი იყო და სიღრმე 25 მეტრი, საიდანაც ჰეზბოლა ისრაელში შეღწევას გეგმავდა. უსაფრთხოების ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ეს არის ყველაზე დიდი ინფრასტრუქტურა, რომელიც სამხრეთ ლიბანში აღმოაჩინეს. გვირაბები მოგვიანებით ააფეთქეს, რის შედეგადაც აფეთქება მთელ ჩრდილოეთ ისრაელში იგრძნობოდა. ეს არის შეხსენება, რომ ნებისმიერი მომავალი შეთანხმება ჩრდილოეთში დამოკიდებული იქნება ლიბანის უნარსა და სურვილზე უზრუნველყოს შეთანხმებების შესრულება. ლიბანი პირდაპირ მოლაპარაკებებს აწარმოებს ისრაელთან, მოლაპარაკებებს, რომლებიც თეორიულად შეიძლება გახსნას კარი განსხვავებული და უფრო სტაბილური მომავლისკენ.
მაგრამ ამავე დროს ლიბანი არ დგამს პრაქტიკულ ნაბიჯებს, რომლებიც აუცილებელია საკუთარი სუვერენიტეტის აღსადგენად. ეს ისეთი რაღაცებია, რომლებსაც ბავშვიც კი გაიგებს. არა, სერიოზულად, ბავშვი. ლიბანში ამ კვირაში სოციალური მედიის მომხმარებლებმა გამოაქვეყნეს შეტყობინება, რომელიც გაიგზავნა ისრაელის თავდაცვის ძალების არაბულენოვანი სპიკერის, ლეიტენანტ პოლკოვნიკ ავიხაი ადრის, რომელიც სხვათა შორის ლიბანში ძალიან პოპულარული იყო, ინსტაგრამის ანგარიშზე ერთ-ერთი ლიბანური საშუალო სკოლის მოსწავლის მიერ. შეთხოვინებაში მოსწავლემ განაცხადა, რომ სკოლის სარდაფი გამოიყენება ჰეზბოლას იარავის შესანახად. ინსტაგრამის შეთხოვინების ეკრანული სურათის მიხედვით, რომელიც ინტერნეტში გავრცელდა, მოსწავლემ ადრის ლათინური ასოებით მისწერა და უთხრა, რომ სურდა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიეწოდებინა სკოლასთან დაკავშირებით. მოსწავლემ განაცხადა, რომ დაწესებულების შიგნით ჰეზბოლას იარაღი ინახებოდა. მათ შორის იყო რაკეტების დარბაზი და მიწისქვეშა თავშესაფრები, სადაც იარაღი იყო განთავსებული. მოსწავლემ დაამატა, რომ მხოლოდ ინფორმაციის გადაცემა სურდა და სთხოვა მისი სახელი არ ეხსენებინათ ამ საკითხთან დაკავშირებით. ჰეზბოლამ სხვათა შორის ეს, რა თქმა უნდა, უგულებელყო და განაცხადა, რომ ეს იყო მოსწავლის მცდელობა ისრაელს სკოლა აეფეთქები, რათა მოსწავლეს გაეცდინა გამოცდა, რომისთვისაც არ იყო მზად. არ ვიცი თქვენ როგორ ფიქრობთ, მაგრამ ჰეზბოლას ტერორისტულ ჯგუფსა და ახალგაზრდა ლიბანელ ბიჭს შორის მე ბიჭს ვენდობი. და როგორც ამბობენ, ბავშვების პირით, ან როგორც ბიბლიაშია ნათქვამი ფსალმუნის მერვე თავში მეორე მუხში, ბავშვებისა და ჩვილების პირით ძალა დაამყარე. მე დანიელ სიმანი ვარ. შემოგვიერთდით მომავალ კვირასაც აქ, გადაცემაში Straight Up, JNS TV-ის სტუდიებიდან, იერუსალიმში, ისრაელში.